კვლავ ხმაურია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჯერად რექტორის მრჩეველი სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის ავთანდილ ფანგანის საქმის გამოძიებას ითხოვს. საკუთარი არგუმენტები აქვს სტუდენტებს და უნივერსიტეტის რექტორს. ნახეთ თამარ მოდებაძის სიუჟეტი. მოგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის იმიჯსა და განვითარებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის ავთანდილ ფანგანის საქმიანობა. ასე იწყება წერილი, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მისმა მრჩეველმა სოსო მიქელაძემ მისწერა და ავთანდილ ფანგანის სამსახურებრივი საქმიანობის სპეციალური შესწავლა სთხოვა. ეს იყო მიმართვა რექტორისადმი, რათა მას კონკრეტული პირდაპირი გამოძიების სახე მიეცა ამ სამსახურის საქმიანობის და ამ პიროვნების უპირველეს ყოვლისა. და რექტორმა ეს ყველაფერი გააბითურა, გადააქცია კოლეგიური საბჭოს ხდომა ჩემი ანგარიშწორების პროცესად და შედეგად ვიღებთ იმას, რომ უკვე შაბათს ფანგანმა დაავრცელა, გამოიყენა ის კორპორატიული მეილი 2000 კაცს დაუგზავნა ჩემზე ცილის წამების ამსახველი წერილი და დღეს არ ვიცი უკვე რას გააკეთებს. სოსო მიქელაძე ამბობს, რომ ავთანდილ ფანგანის არაეთიკურ მუშაობას უკავშირდება ბიბერახის გამოყენებითი უნივერსიტეტის მხრიდან ბუმაპის პროექტის საგანგებო ვითარებაში სამუშაო ხელშეკრულების გაუქმებაც. ამ პიროვნების წინააღმდეგ აუცილებლად უნდა წავიდეს უდიდესი და ძალიან სერიოზული გამოკვლევა საქმიანობის. ვინ არის ეს ადამიანი, რატომ აშანტაჟებს ამდენ პიროვნებას უნივერსიტეტის მასშტაბით და რატომ აქვს მას ასეთი გავლენა უნივერსიტეტის საერთო გადაწყვეტილებებზე. ავთანდილ ფანგანის საქმიანობასთან დაკავშირებით ეცვდა კონკრეტულ ბრალდებებს სოსო მიქელაძის მსგავსად სტუდენტი ნოდარ ეჟიშვილიც გამოთქვამს, რომელიც ამბობს, რომ მაშინ, როცა უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ავთანდილ ფანგანი მას აშანტაჟებდა და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას თხოვდა. წინა წელს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო დაგეგმილი, მან დამიბარა კაბინეტში და მითხრა, თუ მე არ დამიჯერებ, თუ გუნდს არ გაყოფ, შენ ამ არჩევნებს ვერ მოიგებ. ჩემი გუნდის გახლეჩვას ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის გუნდის სასარგებლოდ. ზუსტად ეს იყო დასაგმოვი. მაშინ უნდა მოეხდინათ ამაზე რეაგირება და ბატონ ავთომ გადახედოს თავის წარსულს. როდესაც სოსოზე ლაპარაკობს, რომ ბატონმა სოსომ ჩვენ გაიძულა ფულის გადახდა. მე გავახსენებ ბატონ ავთოს ერთი წლის წინ ფლეშმობ შოუს პროექტს, როდესაც ჩვენ დაფინანსება შეგვიწყვეტეს და ადგილზე ვშოულობდით ფულს, ადგილობრივი ბიზნესმენებისგან და ბანკებისგან ვთხოვლობდით. ის ფული მასთან მიქონდა და ის გვართმევდა ყოველგვარი საბუთის და ყოველგვარი ანგარიშ ფაქტურის გარეშე. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ჭონიშვილს მიაჩნია, რომ აქამდე სოსო მიქელაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მოქმედებდა და საპარლამენტო არჩევნებამდე მისი შვილების სამსახურებრივი მდგომარეობით ინტერესდებოდა. მე საუბრა დაახლოებით 9 საათი, ერთი სამსახური გამოკითხა, მეორისა, მესამისა, მე უთხარი შუა ლაპარაკშიც და ბოლოსაც რომ ბატონო სოსო ვერ გავიგე ჩვენი შეხვედრის მიზანი და არ სიტყვა, თუმცა მე უკვე ხვდებოდი ეს მიზანი რა იყო. ბოლოსაც იგივე უთხარი, მაგრამ ნუ დავიმშვიდობა და წამოვედით. მე დამრჩა მხოლოდ ისეთი შტაბეჭდილება, რომ ჩემი შვილების სამსახური ამაზე ხაზგასმა საუბრის დროს აინტერესებდა როგორც ჩემზე ზეწოლა, იმიტომ რომ მე იმ პერიოდში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდი ოცნების საქმიანობაში თელავის რაიონში. ეს არის მტკნარი სრული სიცრუე, ცილის წამება, რაზეც ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. და ეს კოლეგიური საბჭოს ხდომა პრაქტიკულად გადაიქცა ჩემი ანგარიშწორების და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშწორების პროცესად. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ სოსო მიქელაძე უნივერსიტეტში ყოფილი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით დაინიშნა. რექტორის თქმით, იგი არ ფლობს ინფორმაციას ავთანდილ ფანგანის მიზეზით ბუმაპის პროექტის გაუქმების შესახებ. ორი კვირის უკან ამ პროექტის ხელმძღვანელი იყო ჩამოსული, ინფორმაცია თელმა უნივერსიტეტმა იცის ამის შესახებ, მადლობა მომიხადეს კარგი თანამშრომლობისთვის. და ეხლა რა მოხდა ერთ დღეში, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუ რაიმე დანაშაული მიმიწვეს, იმაზეც მზათავარ პასუხი ვაგო. მაგრამ სოსო მიქელაძე გაერთიანებულია მათთან, თვითონ არაფერი გაუკეთებია ამ 2 წლის განმავლობაში თავისი პირადი ინტერესებისგან გამომდინარე იმ საქმიანობისა, რასაც თავად ამ უნივერსიტეტშიც ახორციელებდა და ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდა და ახლა რომ მიიღო ჩემგან ეს მოთხოვნა, გადმოვიდა აქეთ იერიშის და შეტევას.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით ავთანდილ ფანგანი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.